ისე კი, პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ ჩვენი მარი, რომელიც ვიდეოშიც ვისაუბრე ჯადოსნურ მარიზე, ესე რომ ვთქვათ, ტაროლოგზე, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გვერდი და წერს უფრო შემეცნებით, ხა მე მეგობრებს მიმართავ მაყურებლებს. რომ ესე წარმოდგენა შეექმნათ შენზე, ესე რომ ვთქვათ, მარი პირველად, მოკლედ რომ მოგიყვეთ, მარი პირველად მოვიდა ჩემთან ასტროლოგიურ სკოლაში. მოკლედ, ნენელა დავმეგობრდი და აღმოჩნდა, რომ ტაროში ისეთი მაგარი არის მარი, 25 წლიანი გამოცდილებით, ფსიქოლოგიის დიპლომით და მოკლედ ჩვენი ცოდნების გაერთიანებით რაღაცას ასწავლე ინფორმაციები ზე გავედით, ესე რომ ვთქვათ. და მინდა წარმოგიდგინოთ, მარი მართლა მაინტერესებს შენთან ინტერვიუ, იმიტომ რომ შემთხვევით შეიძლება ბევრი რაღაც არ იყოს ისეთი ნაცნობი, ცნობადი, ესე რომ ვთქვათ, რაც შენთვის არის, მე დამაინტერესებს მართლა ხალხსაც ისევე აინტერესებს, როგორც მე. ტაროს შესახებ მიუხედავად იმისა, მარი, ჩემი ტაროების რაოდენობა. შენ იცი, ხა დაგათვალიერებინე წინაზე, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს და სწავლობ, აი რა ვიცი რა, ბევრი მაქვს. სწავლობ ტაროს, მაინტერესებს ფსიქოთერაპიულად ჩემ თავზე და რაც თავარია, ტარო მე რამესწავლა, იცი, მიუხედავად იმისა, რომ დილეტანტი ვარ და მარი ხა მაგალითად მეგობრობა აკეთებს ოქტომბერში სკოლას ტაროსი. რომელზეც პირველი მე ვიქნები ჩაწერილი. იმიტომ რომ ერთი არის მართლა მარი, რომ ხელოვნური ინტელექტისგან ბევრი რაღაცა ვისწავლე, მაგრამ სულ სხვა არის, ეხლა ინტუიციურად რო ჩავღრმავდეთ უკვე მართლა ჩვენთან ასოციაციებით რა მოდის, ან ყოფილა რომ ეხლა შენთვის მithოვია რომ გამიშალე და ერთი ისტორია მინდა მეგობრებს მოვყვე. მოკლედ, ჩემთვისო მეგონა რომ დავკარგე 6 საათი ვეძებდი, თან მეგონა რომ აიმიდან გადაძვრა და იყო ერთი ამბავი და მარის მივწერე, რომ მეთქი მარი მიშველე შეგიძლია ნახო, აი რა დონისაც წარკვეთილი ვიყავი. ტაროს მეთის მინდა და მეკითხა რომ იქება მითხრა სად ვეძებო და მარი ამბობს რომ აი ჩანს რომ თალსა მოფარებულიო. არ ჩანსო ესო რომ დაკარგული არისო, არ ჩანსო რომ რამე სტრესში არისო კატაო. აშკარად ჩანს რომ უბრალოდ თავს მოფარებულია წყნარად შვიდათო და ნუ მე ვაწვევი მარისთან რომ არა მარი მართლა დაიკარგა ვერსად ვეღარ ვიპოვეთ და მოკლედ 6 საათის შემდეგ თავისი დამოძვრა ფისო ჩემთან საწოლზე და აღმოჩნდა რომ დაკარგული არ იყო მართლა თავს იყო მოფარებული. ეს ერთი ძალიან ისეთი გამოკვეთილი ფრაგმენტი იყო. დანარჩენი, ანუ მე ხა მარი შენთან ურთიერთობაში ტაროს გამოცდილებით მარი ჩემთან იყო ბათუმში ჩამოსული რამდენიმე დღე. და ჩვეულებრივი ჯადოქრობები გქონდა ტაროთი, ერთ-ერთს უშლიდით კარდს და ყველა საინტერესო შენში რა მომწონს, იცი? რომ ჯერ ფსიქოლოგიური განათლება გაქვს, ასტროლოგიური განათლება გაქვს, ძალიან კარგად იცი, შენ რომ მოხვედი ჩემთან უამრავი სხვა სკოლა გქონდა უკვე გავლილი ასტროლოგიის და უკვე ძალიან კარგად ერკვეოდი, არ ვიცი რატომ მოხვედი ჩემთან, მაგრამ კარგად ერკვეოდი უკვე ასტროლოგიაში. ხო და მე შენში რა მომწონს, იცი ძალიან, რომ შეგიძლია არა მარტო ფსიქოლოგიურად დაინახო, აი თქვათ რომ მიკითხავს, აი ახლა ეს გიჭირს შენ, ამის და ამის გამო, ამას თუ გადალახავ, ეს და ეს იქნება. ანუ ფსიქოლოგიურ, ენერგეტიკულ და რეალისტურადაც უყურებ კარტს. ანუ კითხაობაც გამოდის, იმიტომ რომ ხედავ მართლა მომავალს, მოდი ესე ვთქვათ და ხედავ ადამიანის ენერგეტიკას, ადამიანის პოტენციალს, ზოგზე შეიძლება ხა რამდენი ერთად გაგვიშლია ხო ჩემი მეგობრებიც ყოფილან და პირდაპირ გითქვამს მათთვის ისეთი რაღაცები საერთოდ რო არ იცნობ ადამიანს და მე ხო ვიცი ხა წლები რომ იმ პრობლემებში არიან მაგალითად ხო და ენერგეტიკა დაგინახი ადამიანის და ყველაზე მთავარი ის არის რომ რჩევებთან ერთად ხედავ რეალურ პოტენციალს ადამიანს და სად მიდის მართლა ხო და აი იცი რა მაინტერესებს შენგან ცოტა გრძელი შესავალი გამომივიდა მაგრამ აი არიან კატეგორია ტაროლოგების რომლებიც უფრო თერაპიულად უყურებენ მხოლოდ ფსიქოლოგია შენში რაც ხდება ის არის ის ჩანს და ზოგი არის მხოლოდ კითხაობა შენში არის ორივეს ხედავ კითხაობა ხა მართლა ხო გეუბნები კატა მყავდა დაკარგული და არ ვიცი ცოცხალია თუ არა აი ხა აქ ეზოთერიკა და ჩემს ტრაუმებზე მუშაობა არ მაინტერესებდა მართლა ხო ანუ არის ხალხი რომელიც სერიოზულად გაჭედილებიან რაღაც გადაწყვეტილებებში ან კრიზისი აქვს და რამდენიმე მოსულა შენთან და მე ჩემთან მოუწერიათ რომ აი მარი რაღაცა სწავლი გოგოა და აი ზუსტად მითხრა და მე მართლა ესე მოხდა და ანუ ხანდახან გჭირდება რა მართლა პრაქტიკული ხა მე ასტროლოგიას იცი რომ პროგნოზირებაში არ ვიყენებ დიდად მაგრამ ხანდახან არის ხოლმე რომ ხოლმე პროგნოზირებას შევხედე
ხედავ და იქ შინაგანი ფსიქოლოგიური დგომა არ მაინტერესებდეს იმდენად, ხო? და აი ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ დღეს ამ ყველაფერზე. რა არის ეს ყველაფერი? იმიტომ რომ აი ზოგს უთქვამ ჩემთვის რომ შენ თავზე არ გაშალო, იმიტომ რომ ხშირად მოგატყუებს. მაგრამ ისიც ყოფილა რომ მე ჩემ თავზე გამიშლია და შენთვის მithოვია რომ აბა შენ გამიშალე და იქ და ზუსტად ერთი და იგივე კარტები დამთხეულა. და მანდ მივხვდი რომ ეგრეც არ არის, ანუ მე ჩემზე რო გავიშალე, სავარაუდო მომავალზე და ზუსტად იგივე კარტები ამოგივიდა შენ ჩემზე. და აი მაგასაც ხედავ შენც რო გაგიშალე ერთხელ შენაც ამოგდიო და იგივე მე ამომივიდა შენზე რო გავშალე. აი რა ხდება რა არის აი ამდენი წლიანი ცოტა გამეგზელდა შესავალი, მაგრამ ამდენი წლიანი პრაქტიკა რო გაქვს. მე მაგალითად ჯერ აპროცესში ვარ ვერ ამოვხსენი. ეს რა არის? როგორ მუშაობს ვერ ამოვხსენი? მაგალითად მიუხედავად რომ ეზოთერიკაში და ფსიქოლოგიაში ვარ ამდენი ხანია, მაინც აი ზოგჯერ შემშინებია იმდენად ზუსტად ის აი ენაზე რო გადგება სიტყვა და ის კარტი ამოდის. აი რა არის ეს? კარტი რა არის? ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით. არის უნიკალური სისტემა, რომელსაც ვამბობ, როცა არზე არის საუბარი. კი ბატონო, აქვს ეს წინასწარმეტყველური ნაწილიც და აქვს ფსიქოთერაპიული ნაწილიც და რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, ის არის რომ ნელ-ნელა ტარო მართლა ფსიქოთერაპიაში შემოვიდა. ჩვენ არ ვართ პირველები, რომელიც ამაზე საუბრობს და ძალიან კარგია ეს ნაწილი. ასევე ის მომენტიც რომ ადამიანებში ცნობიერების ზრდასთან ერთად მოვიდა ის რომ რაცა დიდ მკითხაობის ინსტრუმენტად აღარ უყურებენ ტაროს და ძალიან სწორია. იმიტომ რომ ვინც არ იცის სიხნისეულად, მე ნებისმიერი სახით ცოდნას ვერ ვხრობი შენახსენეთ ChatGPT, კი ბატონო, GPT-დან ვისწავლოთ თუნდა Google-დან სულ ერთია, მინიმალურ ინფორმაციას ნებისმიერ შემთხვევაში ტარო მოგვაძლევს. უბრალოდ თუ გვინდა რომ სიღრმეზე გავიდეთ, ტარო არის უნივერსალური, უნიკალური, საკმაოდ ღრმა სისტემა. მოკლედ რომ თქვა რა არის ზოგადად ტარო, ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ჩემთვის მისაღები ტიპი ჩამოყალიბებული ტაროს დასტების შესახებ არის ეგრეთ წოდებული სულელის მოგზაურობა, სულელის გზა. სულელს გულისხმობ ეს ტაროს პირველ მთავარ არკანს. ერთის უფრო შეგვიძლია პარალელი გავავლოთ სულელთან როგორც შვილ ბავშვთან. ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად სუფთა ფურცლის მაგვარი, უზარმაზარი პოტენციალი შემოდის ამ სამყაროში და იწყებს განვითარებას. შეგვიძლია ტაროს მთავარი არკანები განვიხილოთ ამ ჭრილში. შესაბამისად, როდესაც არკანებს კარგად ჩავწვდებით თითოეულ მაგას, მივხვდებით, რომ ეს მაგალითად ქრონიკალი მხოლოდ ჯადოქარი, ან მხოლოდ ფარული ინფორმაცია ვერანაირად ვერ არის, ანუ ეს არის ადამიანის არქეტიპი ერთი და ასევე მისი ფსიქოემოციური განვითარების რაღაცა დონე. და თუ კი ამ ერთიანობაში შევხედავ ტაროს არკანებს, მივხვდებით, რომ თუნდაც ის რომელი მთავარი არკანები ამოდის, როდესაც ადამიანზე და მის ენერგეტიკაზე შვით, გუჩვენებს ადამიანის სული განვითარების რა ეტაპზე გადის. მე ზოგადად როგორც შენახსენე საკმაოდ დიდი პრაქტიკა მაქვს, არასდროს არ ვაკეთებ პირდაპირ ესე კონკრეტულ თემაზე გაშლას. მართალია არის ხოლმე ამაზე მოთხოვნა, რომ მარტო ერთ კითხვაზე მინდა ესეთი არ მუშაობს, იმიტომ რომ ტარო ეს არის ადამიანის ენერგეტიკიდან ინფორმაციის წარმოება. ამ ხელა პრაქტიკიდან ვიტყოდი იმას, რომ ჩვენს ენერგეტიკაში ტრიალებს ჩვენი წარსული, საწყოს და მომავალი. სწორედ აქედან მომდინარეობს ის, რომ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს აქვს უნარი რომ ეს ინფორმაცია დაინახონ წინასწარ და რაც წინასწარმეტყველებს და ჩათოფრებს და მრავალი ეპითეტით მოიხსენიებენ და ასევე თუნდაც ფსიქოლოგებს, ასტროლოგებს, ტაროლოგებს, ანუ ადამიანებს, რომელსაც გვაქვს ინსტრუმენტები, შეგვიძლია რომ მომავლის ტენდენციები დავინახოთ. სულ ამას უსმევ ხაზს, ვისთანაც ტაროზე სიღრმისეული საუბარი მაქვს ხოლმე, რომ ტარო ეს არ არის რაღაცა შაბლონური დოგმატური მკითხაობა, რომელიც გეტყვის, რომ ამ სახეით და გვარით ადამიანი პირველიდან ხუთი რიცხვით ჩათვლით რაღაცას გააკეთებს. ეს ესე არ არის.
როგორ ჩვენთან არის ხო მარი ასტროლოგიაში? ანუ ერთი კარიერაში რა მექნება ამას ვერ ვნახულობ, თლიან რუკას ვნახულობთ. ეგეთი რაღაცა არის. ანუ როგორც წესი ესე ფრაგმენტულად ნაკლებად მუშაობს. ვერ ვიტყვი ინფორმაცია არ მოდის, მაგრამ თუ ადამიანის ენერგეტიკა მთლიანობაში არ ვიცი, თითოეულ არკანს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი არკანია თუ პატარა არკანია, ეგრეთ წოდებული მაჟორული და მინორული არკანები. ჩვენ ინტერპრეტაციას ვერ მოვარგებთ ზუსტად. თითოეულ არკანს აქვს იმდენარი ინტერპრეტაცია, იმდენად ღრმა კარტი და ასევე მე ვკითხულობ სწორი და ამობრუნებული ვერსიები ტაროს კარტებს. იმდენად რადიკალურად ვსურათ, რომ ესე უბრალოდ ერთ ამოჭრილ ფრაგმენტზე თავიდანვე რო ეს არის სრული დიაგნოსტიკით მიღებული უეჭველი პროგნოზი, ესე ნამდვილად არ არის. და ძალიან კარგია ისიც, რომ წლების მსვლელობასთან ერთად თანდათან უკვე ნაკლებად არის ესე, რომ ისიც რა ზეგრა იქნება ამაზე გამიშალეთ. ხალხი უკვე იმდენად გაცნობიერებული მოდის და იმდენად თავის თავზე მუშაობის პროცესში არიან და ამაში ჭირდება ტაროს დახმარება, რომ მეც უკვე მეტად გახსნილი ვარ და ინფორმაციას ვაწოდებ მეტად უფრო თავისუფლად. წლების წინ, 25 წლის წინ საქართველოში ნაკლებად ვინმე მიცოდა ტარო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაშინ ვერ ვიყავი ესეთი თავისუფალი და ძირითადად სამეგობროთი და საახლობლოში შემოიფარგლებოდა და საერთოდ ჩემი თავისთვის დავიწყე ტაროს სწავლა და არ მიფიქრია ეს თუ ტაროს სწავლამდე მივიდოდი, მაგრამ მართლა ძალიან იცი რა არის არა მარტო ცოდნა გაქვს სელენა შილძოსანი ხარ და ცოდნა გაქვს დიდი კარმული მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ სულფირო არა საკმარისია, მაგრამ სწავლობ. აი ხო გიყურებდი შენც რა. ახლა წინაზე ჩავწერე სალის ტაროლოგ სალის ჩვენი სალისი უსაყვარლეს გოგო არის. ხო აი ძალიან მიყვარს სალი და ძალიან ჭირი გოგო არის მართლა. და აი იცი როგორ რაღაცა არის, რომ აი სულ ცდილობ ხოლმე, რომ ეხა ისიც ელენა შილდოსანია სალიც. მე თქვენ გეტანებით უფრო ხოლმე. ელენა შილდოსანი. შენ როგორ ჩანს? ხა. ნუ მე სახლით თქვენთან ვარ. ელენატი ესე რო თქვა. და რა იყო იცი? აი ხა ის სალისაც რო უსმენდი ხო? რაღაცა სხვა დაფარული ცოდნა აქვს, სხვა ცოდნა აქვს სალისაც, სხვანაირად არ ტყამს რა რაღაცებს და შენშიც იცი რა იყო, რომ აი უბრალოდ განამარტო იცი, გესმის სხვანაირად ტაროსი. აი როგორ რაღაცა არის, შეიძლება პრაქტიკაში ხა მე ასტროლოგიაში ვარ ეგრე, რუკას რო გავხსნი, უკვე აი ერთი კომბინაციებით, აი უკვე ინფორმაცია აი წამში რო ამოსრუტული, უკვე რო იცი, ხო? აი რუკაში, შენც გაქვს ალბათ ეგ რო გახსნი უკვე და თვალი რო ისე გაქვს, შეჩეული უკვე იცი ენერგეტიკა ადამიანის როგორ არის. აი შენში მაგის შევატყვე, როგორც კი შლით ხოლმე, ხო? აი ხა რაც უფრო მე და შენ გუწრფელი გაშლა გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ არის სხვა კლიენტებისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია და არის შენთვის რაც იცი, ხო, რასაც ხედავ. ეგ ასტროლოგიაშიც ეგრე გვაქვს, ახლა იმის ძალიან მცირე პროცენტს ვამბობთ ხოლმე, ხა სიღრმისეულ კარმულ ასტროლოგიაში, რასაც ამბობთ, რომ არის რაღაცეები, რომელიც იქ არ უნდა შევეხოთ. თუ ძალიან არ გთხოვეს, ნელა ნაბიჯებით ვიხსნებით. მაგრამ შენთანაც ეგ შევატყვე, რომ აი წამში ხედავ. ამში გესმის უკვე ენერგეტიკა და უკვე რაღაც სხვა კავშირი გაქვს რა, აი სულ სხვა კავშირი გაქვს. აი შენ და ტარო ჩემთვის ხართ, რა ვიცი, აი ხო აი რაღაც სხვა ისა გაქვს რა და ამას მარტო ცოდნით ვერ მიიღებ. რაღაც აი შე რო თქვი რომ ნიჭი დაუნარებ, რაღაც სხვა ნიჭი გაქვს, აი მისი ენა გესმის სხვანაირად. აი ამ ტაროს ენა და მარტო დიდ პრაქტიკას, მაგრამ მარტო პრაქტიკით არ მოდის. დიდი ფაქტორი გარკვეული მის კომუნიკაციის სიხშირეზე ხარ რა, აი ტაროს ენა. ხა მე ეგრე ვარ ასტროლოგიასთან მაგალითად, რომ აი შენ დასწრები არის ეწერა, ზუსტად აი ერთ-ერთი მაგალითი არის, რომ ენერგიასთან არის ძალიან მჭიდრო კავშირში ტაროს დასწრა. რამდენიმე დასწრა არსებობს, ასეულობით განსხვავებული დასწრა, მაგრამ აი როგორც შენ, ხო? იცი რომ დილეტანტი ვარ, შენ ვერდერ ყოლი ამ პროცესს, მაგრამ ხო დილეტანტი ხარ. ხო გავშენ საყვარელი დასწრა. ანუ რატო ხო ერთი სისტემა ძირითადად ექსპერტიო სამოდო-პრომეტი კარტია რა იცვლება ამით. ანუ იცვლება სწორედ ეს შენს ენერგიასთან, რომელიც მოდის კავშირზე, შეხვდები კითხვას რო უსვამ, რომელი უფრო ზუსტად ფორტუნად ვარ გალი. ხო. ზუსტად ასე ხო მე იმასთან იწყებ მუშაობას და
აიცი როგორ ამაკ შემდეგ სულ ერთი ხდება. აი ეს არის illuminati-s კარტი, შემთხვევით მივაგენე სულ ვამბობ ხოლმე ამას. Online ტარო ჯიარი, გოგოები არიან, აქ Instagram-ზე ვნახე. აი მე იმდენი კარტები აქვთ, ნახევარის გამოვზიდე. ეს მანდ ვიყიდე illuminati-s კარტი. ეს რომელშიც შენ ძალიან მაგრად ერკვევი, ეს სექსუალურ თემატიკაზე მან არა მაგათთან ვიყიდე. ესეც მაგათთან ვიყიდე, მაგრამ რა იყო, იცი, აი მე რო დავაკვირდი, ჩემი საყვარელი დასტები, მაინც ეს არის, ამას illuminati-s კარტს ჩემთან აქვს, როგორ იცი, აი მშრალი ზუსტი ინფორმაცია, მორიელურად მელაპარაკება ეს. აი ამას აქვს რბილი ხასიათი და როგორ ამაქვს იცი გადანაწილებული, აი რა რისთვის მინდა ამის მიხედვით ვიღებ ხოლმე დასტას. არის ეს სერიოზულ თემაზე, იქ არ არის არაფერი, იქ ფსიქოლოგია რაღაცა ვიღებ illuminati-ების დასტას მაგალითად და აი ნენელა ახლა ჩემი კუთხით ნენელა ვსწავლობ მართლა. და აი და ახლა რა ვიცი განწყობის მიხედვით ძალიან ხო, ამიტომ აქ ამდენი თბილისში კიდე ორჯერ მეტი მაქვს, მაგრამ მაინც და რა ეს არის, შენგან მაშინაც ჩემთან იყავი და რო ვშლიდით, იცი რა ვისწავლე? რომ აი ამ კაცს რო შლი უკვე ვიცი, ეხლა ზუსტად მეუბნება თუ არ მეუბნება. აი ზოგჯერ შენთანაც მქონდა ეგეთი მომენტი, რომ საერთოდ სხვა რაღაცა ვკითხე და სხვა რაღაცას ყვება კარტი. კი, ეგეთი მომენტები ძირითადად აქვს ხოლმე, როცა რაღაც აქტუალური უნდა მოხდეს, ან აქტუალური ხდება ადამიანის ცხოვრებაში და ადამიანი ჯიუტად სხვა კითხვას. აი, ეგ გაინტერესებს. ანუ როდესაც დიდხანს აქვს ადამიანს ტაროსთან კავშირი, მაგას აუცილებლად მარტივად ამჩნევ. ჯერ გამეორებად კითხვებსაც ძალიან მარტივად ამჩნევ. მე მაგალითად თუნდაც კონსულტაციაზე როცა ვფერბულობ, ყოველთვის ვეუბნები, რომ უბრალოდ მითხარით ზოგადი თემატიკა არ არის კითხვების ხმა მაღლა, დასმა საჭირო. რომ იქ რაღაცა გარკვეული ეჭვი არ გაუჩნდეთ, რომ მე რაღაცას მათ კითხვებს ვუკავშირებ. თემატიკა მჭირდება მხოლოდ, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი გაშლას ვაკეთებ სხვადასხვა თემატიკაზე. ტაროს აქვს ისეთი უნიკალური უნარი, რამდენიც არ უნდა ჩენჩხო, როგორც არ უნდა ატრიალოთ, თუ ადამიანი იგივე თითქოს ატრიალებს, ამოდის იგივე კარტს სხვადასხვა მინდევრობით. კი, ისევე როგორც თუ ადამიანის ცხოვრებაში რამე აქტიურად ესეთი აი მომენტია, რომ უკვე თითქმის დადგა და ადამიანი ამას აიგნორებს და იმის გარდა ყველაფერს სხვადასხვა კითხვას, აუცილებლად ტაროს კარტი ისევ იგივენაირად აჩენჩხვის და აჭრის მიუხედავად, მაინც ერთ-ერთი კარტებს იღებს ჯიუტად. ანუ ეს არის ტაროს წინასწარმეტყველური ნაწილი, რომელის უარყოფაც არ შეიძლება, უბრალოდ მე ვიტყოდი, რომ ეს არის მაინც ტენდენცია და მას გულისხმობ ორი სიტყვით, ამასაც ვიტყვით ამაშენის ნებართი. როდესაც აი როგორც ასტროლოგიაშია, აი იუპიტერის კარგ ასპექტებია ხოლმე ძირითადად, რომ აი ჩამიერა და არაფერი არ მოხდა, არც ახლი მაჩუქეს, არც თამდელობა მოვიდა და როგორც თქვენ ასტროლოგები სვავთ ხოლმე კითხვას, რომ რა გააკეთე, რომ იუპიტერის მოსვლა დახვედროთ ისე, რომ ასაჩუქები მოეცა, მე აღმოჩნდა ხოლმე რომ არაფერი. ძირითადად შემთხვევაში ასევე არის ტაროში. ტაროში თუ ჩანს რომ გაქვს კარგი პერსპექტივა, რაღაცის მიღების შანსი, ბედისწერის საჩუქრები და ასე შემდეგ, ეს არის ტენდენცია. თუ შენ დაჯექი და აბსოლუტურად არაფერი არ მოიმოქმედე, თუნდაც იგივე თანამდებობის მისაღებად, თუნდაც იგივე საჩუქრის მისაღებად, ან ეს ემოციური შინაგანი მზაობა და არა ის რომ დაგეხა დილას საკმაოდ თქვა უფრო კარგი ავტალახო გამაწინაო. ანუ ენერგეტიკას ხედავს ხო, რომ აქ გახსნილი არის რაღაც ვიბრაციები და გამოიყენება. ენერგეტიკას ხედავს, ანუ როგორც ამბობენ ხოლმე, ეს არის ზურგის ქარი, რომ გაჩვენებს. ამ მიმართულებით აი ფინანსების მიმართულებაში გაქვს ართებული მწვანე, ესე ვთქვა. მაგრამ შენ თუ დაჯექი და ყველა შემოთავაზებაზე უარი თქვი, ყველა კონტრაქტზე უარი თქვი უკეთესის მოლოდინში, აი მე ესე მითხრეს, რომ რაღაც არაჩვეულებრივი მოდის და იმას ველოდები. რეალურად ის პერიოდი ისე ჩაიგოს, რომ არაფერი არ მოვა და მე რეაქცია აი არ ახდა. ვერ ახდება, ანუ ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების მთავარი მოქმედი გმირები. ნებისმიერ შემთხვევაში არჩევანი არის მხოლოდ ჩვენზე. კი ბატონო, ან როგორც ასტროლოგიაში, ასევე ტაროშიც არის ფატალური გარდაუვალი მომენტები, რომელსაც როგორც თქვენ ასტროლოგები ხედავთ და არ ამბობთ ხოლმე ძირითადად, მეც ესე ვარ. იმიტომ რომ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, თამაშ შენ ფსიქოლოგი ხარ და მე ვიცით რომ ადამიანი ტვინს განსაკუთრებულად ძლიერი მოჭიდება აქვს ნეგატიურ ინფორმაციაზე და შესაძლოა შენ ეს ალბათობა მიაწოდო მისი თავდაცვისთვის,
და ადამიანმა შემდეგ ისე ჩაიხვიეს, რომ რეალობაში ზუსტად ისე დააყენეს, როგორც თავში ჩაიხვია. ამიტომ თავში რა თქმა უნდა თავს ვარიდებ, მაგრამ დანარჩენი კუთხით ნებისმიერ ტენდენციაზე თუნდაც აი რაღაცა გრევაზე, ცვლილებებზე, ტრანსფორმაციებზე, დეპრესიულ პერიოდებზე, მსგავს თემებზე მაქსიმალურად ვიღებ, მაგრამ რა თქმა უნდა ინფორმაციას ვაწვდი. მე არ მივეკუთვნები პარალელების რიცხვს, რომელიც მხოლოდ კარგს ეუბნება ესე ვთქვა, კლიენტი მისი მოუდინჩო ის მერე რო არჩევია მასთან. ჯერ ესეთი იმასაც ვიტყვი, რომ ვაჭერ მისვლა ტაროლოგთან მოკლე პერიოდში მაინც მართლებული არ არის ჩემი გადასახედიდან, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო. მოვლენებს უნდა მისცემ, რომ განვითარდნენ. თუ ამის დროს არ მისცემ, შესაბამისად ვერც მოხდება. დილება დროის საჭირო ზოგჯერ რაღაცა დარგეს. რო ამბობ ხშირად რომ აი დაახლოებით რა პერიოდში მოვა. დაახლოებით რა პერიოდში თუნდაც არ ანიშნული ან სტიქით კი ბატონო შეგვიძლია ვივარაუდოთ, მაგრამ ზუსტად კიდევ ერთხელ ვიძახი 5-დან 9-მდე ამ თვეში ეს მოხდება. ამას ახლა მართლა წინასწარმეტყველი ჭირდება და არა აქ სახელები და გვარები და მსგავსი თემები არ არის. თუმცა ისეთ ადამიანებთან რომელთანაც ხშირი შეხება მაქვს, ესეც ყოფილა რომ თუნდაც ორსულობაზე მithქვა დიდი ხნით ადრე, რომელიც ჯერ მაშიც არ იყო ბავშვის ხესით მithქვა, ეგ კი არა დაბადების თარიღით მithქვა ზუსტად და მემოწმებაც უნდა ის ვიდეო. ზოდიაქოს კუთხით ალბათ, ხო? ზოდიაქო გამოჩნდებოდა. ანუ როდის გაჩნდებოდა? ხო, თვითონ რიცხვის ალბათობა. კი, სასწრაფოდ უბრალოდ ეს ერთჯერადი კონსულტაციის თემიდან ნაკლებად მომდინარეობს. იცი რა მაინტერესებს მაგრამ? ხო, ბოდიში. მთავარი. კი, ან ძირითადად არის მთავარზე, ან ზოგადად გასვლაში ვაკეთებ ენერგეტიკის დიაგნოსტიკას და ყველა გასვლას, ყველა ადამიანთან მისწრებ დიაგნოსტიკით, იქიდან გამომდინარე უკვე მეტნაკლებად ზუსტად ვიცი ხოლმე რამდენად მზად არის ადამიანი და ვის მოსახსენებს. აი ახლა საინტერესო რაღაცა შეეხება, რა მინდა გითხო. მიუხედავად იმისა, რომ იცი რომ მე არ მიყვები ხოლმე რაღაც ისეთ გამომწერების რაოდენობას რომ მიყვებიან, ანუ ჯიუტა, ცერიზულ თემებზე ვწერ ვიდეოს, არ ვწერ ხოლმე პოპულისტურ ვიდეოებს და შესაბამისად ხარისხიანი ესე ხალხიც მოდიან ჩემთან ფსიქოთერაპიული კუთხით განვითარებული, ხო? მაგრამ 1000-ში ერთხელ არის ხოლმე მართლა რომ ვიჭედები კონსულტაციისას, აი მართლა რამდენიმე მექნება, ალბათ 15 წელია იცი რომ მე ასტროლოგიაში ვარ. რომ აი როგორ იცი რომ იმდენად შეიძლება არ იცნობდა ადამიანი საკუთარ თავს, რომ ვიკითხები აი ეს ასპექტი გაკ და არ ვიცი, არა, ეგრე არ არის და ანუ მთელი კონსულტაცია ყოფილა რომ არა, ეგრე არ არის და ნერე რას ხედავ, იცი, რომ აი რო აღარ იცი უკვე რაზე ილაპარაკო, იმიტომ რომ საერთოდ აქ თვითრეფლექსიაც არ არის უკვე ჩართული. ანუ ტოტალური უარყოფა და ანუ არ ვიცი რა, მათ კიდე ცალკე რაღაცა არის, მაგრამ ნუ ძალიან იშვიათად ყო, ალბათ 1-3 ადამიანი მეყოლება ამ წლების განმავლობაში სულ ეგეთი, მაგრამ აი შენთან სავარაუდოდ უფრო მეტი მოვა ეგეთი. იმიტომ რომ ასტროკონსულტაცია ახლა კი ასე თუ ისე იცია რაც არის. რა შვები მაგ დროს? ძალიან მაინტერესებს. არის რამდენად უარყოფაში არ უნდა იყოს ადამიანი, მე მაინც ჩემს ესე ვთქვათ პროფესიას ძალიან დიდ პატივს. ამიტომ იმისგან დამოუკიდებლად ადამიანს ვისი მოსმენა უნდა მე მაინც იმას ვერ უგნევ, რა თქმა უნდა მაქსიმალურად რბილად ამ შემთხვევაში რასაც ხედავ. მინდა გითხრა რომ გარდა ძალიან იშვიათი გამონაკლისისა, გარკვეული დროის მერე უკავშირით მიბრუნდებიან ხოლმე რომ შენეს როგორ მითხარი და მე ვერ ხვდებოდი. ყოფილა ისეთებიც აი მოწერისთანავე რომ მithქვამს რომ დრო არ მაქვს და ვერ მიგიღებთ, აი რაღაცა არ რას იძლევა თამოიცი, რაღაცნაირად ენერგეტიკულად მარტივად შედიხარ ადამიანებთან ბმაში. შესაბამისად, როდესაც მაქვს ხოლმე, ძალიან იშვიათად ხდება ეგეთი მომენტები, მაგრამ როდესაც მაქვს ეგეთი მომენტი, რომ ენერგეტიკულად ადამიანთან ბმა არ მაქვს, თავს ვარდებ ხოლმე ესეთი ადამიანების მიყევას. აბსოლუტურად გამორიცხავ იმას, რომ არამ ვერ დაინახოს რაღაც ეგეთი აქცენტი შემთხვევა არ მქონია, რომ არამ ვერ დაინახა, უბრალოდ ვთვლი, რომ როდესაც ადამიანი ფსიქოლოგიურად მზად არ არის, რომ თავის თავზე სიმართლე მოისმინოს, მიმართოს ნებისმიერ სხვა ძალიან ბევრი ყავს ქვეყანაში ტაროლოგი,
ხა. ოღონდ ჩემთან არა, იმიტომ რომ მე დავცდები იმ ჩარჩოს, რასაც ხედავდა მისი სრულებიდან გამომდინარე, ახსნას ვერ მოყარდა სიტუაცია. აი მე ერთი მქონდა უკავშირი საინტერესო შენზე, ჩემთან იყო კონსულტაციაზე ერთი. მიმოვიხილეთ მთელი მისი ენერგეტიკული ველი, იცი შენ ჩემი ტიპის კონსულტაცია, რამდენი 50 საათი გაქვს ჩემი ლექციების მოსმენილი. მეორე კურსიც ჩაეწერე იქაც იგივე და იცი რომ როგორ აი ესე კარმულ ასტროლოგიაში და იმებში შევდივართ. და ნუ პლუს ახლა გავდივართ ხოლმე ენერგეტიკა, ახლა რა ტრანზიტები არის, ახლა მაგალითად გარეთ რაც ხდება ცაზე, ახლა თქვა ჩემს პირად პლანეტებს უკეთებს რაღაც ასპექტს და მე ვიცი უკვე რა ფონში ვარ, ხო, 1-2 წელი რა ფონში ვიქნებ. შენთან მოსულან ამის შემდეგ მე მოუწერია ჩემთვის ზუსტად იგივე მითხრა მარიმო, უბრალოდ სხვა სიტყვებით მელაპარაკაო. და ოღონდ კიდე უფრო დეტალურად ჩაგიშლია, უკვე ხა მე რატომ მინდა ხოლმე თქვათ, რომ აი ტაროლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა, ხო? მე რამე იმდენი მწერს ხოლმე, რომ მე ყველაფერს ვეღარ გიყვები. და როგორ რაღაც არის, იცი რომ აი ხა ასტროლოგიურად შეგვიძლია ცოტა სხვა კუთხით დავინახოთ, მაგრამ ტარო ხა თუნდაც ჩემთან დაკავშირებით რომ მიშლიდი ხოლმე, ისე დეტალებში უკვე თერაპიულად მახედებდი ხოლმე, რაც ხა სატურნის ტრანზიტს ხა ამდენს ყველაფერს ვერ დაინახავ. და აი ამ ადამიანმა მითხრა, რომ აი ზუსტად ეგ ენერგეტიკული ერთ-ერთში იყო თქვენი კონსულტაციებიო, ოღონდ კიდე უფრო ჩამიშალა, იმიტომ რაღაცა კითხვები მქონდა, ხა ეგ ტრანზიტოლოგიაში ესე დეტალურად ხა თან არ ვაკეთებ სიტყვაზე, ხა მე მარტო ტრანზიტების რუკას, ხო? და ისეთი კაი რაღაცები მითხრაო, ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცები და მართლა ეგრე მოხდაო მერეო. ამიტომ მომწერა ეს უკავშირი, რომ მართლა ჯერ მე მაგალითად ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ენერგეტიკა ადამიანის, პიროვნული ხა სალიც ძალიან მიყვარს მაგიტომ, რომ აი უბრალოდ სუფთა ადამიანია და ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მარი და სუფთა რა აკუთხით, იცი, ყველა უნდა მუშაობდეთ სუფთად. მეც ესე მიმაჩნია, მაქვს ამის პრეტენზია, რომ რისის ბჯერა იმას ვაკეთებ მარტო და შენც ეგრე მუშაობ. სალიც ესე არის და აი მაგიტომ არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი საერთოდ ტარო არის კი რომ ჩვენში არის რაღაც ენერგეტიკული ინფორმაციული ველი და მაგ სიხშირებზე გადიან, ხო? ეხლა ტაროს მეც რო ვშლი ხოლმე, მაგალითად, აქ ვის შემოუშვებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. არ არის ის რომ ჩემ ენერგეტიკაში შემოუშვა ადამიანი, რომელიც თვითონ დაულაგებელია რაღაცებში. დაულაგებელს რა თქმა ყველას გვაქვს ენერგეტიკული პრობლემები, მაგრამ მეორე მხრივ რა, აი თავარი არის სუფთად აი სუფთად მიყვებოდე შენ საქმეს, ხო? და სუფთად რა არის? მე არ მოვატყუებ ადამიანს, არ წავეპერფერები მაგალითად, ან არ გავაპიარებ თავს ისე რომ ოღონდ კლიენტურა მყავდეს და ხო მიხდი, ანუ პროფესიული სისუფთავე კიდე ცალკე არის რა და აი შენში რომ აი მაგით უგიჟდები შენზე აი პიროვნულად ხარ რაღაც სასწაულად მაგარი გოგო და ძალიან მიხარია მართლა რომ გაგიცანი და მე იმედები ბევრამეში და არაში ცალკე ამიტომ ჩემთვის ეს არის მთავარი мотиваცია და იცი რა მგონია რომ როცა სუფთად ვინარჩუნებთ რაღაცა ჩვენ პროფესიულ ეთიკას სამყაროს გეხმარება, იცი? აი და ერთი მინდა გაგიზიარო ვლადიმერმა მითხრა ადრე ვლადიმერ ბენაიძე, ხა ვინც არის ის ბიოენერგეტიკოსი, ასაკოვანი კაცი არის, გიჟდები მაგ კაცზე ისე მიყვარს რა, სელენა ვერძი არის, ისიც რაღაცა ძალიან კეთილი ტიპი და ძალიან საინტერესო რაღაცა მითხრა ადრე, რომ ადრეა ცოტა ხნის წინ ვილაპარაკეთ, რომ აი შენთან რო ვინმე მოდისო, სიამდვილეში ყავსო ყველასთვის მფარველი ანგელოზებიო რა, რაღაც შინაგანი და სადღაც უნდაც კარგად გას რომ უნდა ვხვდეთო ჩვენი მფარველი ანგელოზებიო იქ ზევითო გადაეკვეთებიანო ერთმანეთს მეორე ადამიანისო რა და ისინი აწყობენ ამ ისე არავინ არ მოვაო ან შენ ვინმესთან არ წახვალო თუ არ არისო იქო რაღაცა ნუ ზევიდან ხდებაო ყველაფერიო ნუ ან რაღაცა ბნელი ძალები გვეხმარებიან ან ნათელი ძალებიო რა და გვეხმარებიან არა ბნელი ცოტა სხვანაირი ხო და აი მაგ მომენტი რომ მითხრა გამახსენე და შტაინერს აქვს ზუსტად ეს რომ მთავარ ანგელოზები ყოველთვის ანუ მფარველ ანგელოზებს ვეძახით ქრისტიანულ ენაზე ისე არის ჩვენი დამხმარე სულებს ახლა ეზოთერიკა ეძახის ხო და სადღაც როცა შენ უნდათ რომ რაღაცაში გაერკვე სუცილობენ რომ სხვადასხვა ინფორმაციები მოგაწოდონო რა ეს მინდა რომ გითხრა რა ხო და რატომღაც გონია როცა სწორად ვაკეთებთ რაღაცებს ხო აი სწორი ხალხი მოდის
ხა ცოტა შეიძლება უარე, მაგრამ აი ამის რწმენა მაქვს, იმიტომ რომ აი მანდ ისეთი რაღაცა შეიძლება გავიგოთ, ახლა თუნდაც ჩემთან რომ მოდიან კონსულტაციაზე, მაგალითად, შენთანაც რომ ახლა მინდა ძალიან გამიშალო. ცოტა ხანში აღარ და აი ესეთ რაღაცებს შეხოთ დავფიქრდებით ხოლმე, ჩავღრმავდებით. ახლა შენ რომ მიშლე ხოლმე, ხო რაღაცაში ან მე ჩემ თავზე რო ვშლი მაგალითად. რაღაცებზე ვფიქრობ, აი ეს ორაკულები მაგიტომ მომწონს. ძალიან ეს ძალიან საინტერესო ორაკული აღმოჩნდა, ChatGPT-ს ვკითხე, ყველაზე ესეთ რომელი არის მეთქი გამოსაყენებელი თქო და ამ კარტზე მითხრა, ესეც იმ გოგოებისგან გამოვიწერე და აი ამაში დამეხმარა ძალიან ფსიქოთერაპიულად. რა ხდება ჩემში, სად მივდივარ, რა ენერგეტიკაში ვარ და აი რომ უნისონში გრძნობ და პროცესი მიდის, გეგონება თერაპიაზე ხარ და თერაპევტი აი ამ ხო კითხვებს გისვამთ თერაპევტი და შენ ნენელა იქ ფიქრობ, ზუსტად ამის ფუნქციას ასრულებს ჩემთვის პირადად ეს ტარო რა. მაგრამ აი თვითანალიზისთვის ნამდვილად ძალიან კარგი ინსტრუმენტი არის, რომელიც ერკვევა საბაზრო დონეზე მაინც ძალიან კარგი გზამკვლევია. თერაპია ფაქტიურად. კი, არქეტიპებში მოსარკვევად და თუნდაც რაღაცა გუერდიდან დაგანახოს რეალობა რაში ცხოვრობ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს მომენტი, როცა გონია რომ რაღაცა სხვა რეალობაა და სხვა დეტალებში ვერ ვწლებით ხოლმე რაში ცხოვრობ და ამბობენ ხოლმე მე რომ რატომ ტრიალდება ეს და იგივე მოვლენები, რატო ტრიალდებიან თავისი ტიპის ადამიანები, იმიტომ რომ ჩვენ აქ ენერგიაში გაჭედილები და ვერ ხვდებით კონკრეტულად რაში გვაქვს პრობლემა და აი ამ კუთხით ძალიან მაგარია და რაც შეეხება ორაკულებს, ეს ყოველდღიური მოხმარებისთვის მე მაგალითად უფრო ორაკულებს გავუწევდი რეკომენდაციას, იმიტომ რომ ტაროს მაინც ცოტა სხვა კალიბრი აქვს ესე ვიტყოდი და უფრო ლენორმანი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კარტია მაინც. ხო, მძიმე, იცი როგორ არის? აი ლენორმანი ეხა წეზე გითხარი, შილდოსანის ენერგია აქვს ჩემთვის ტაროს თქო და ტყუპების ლენორმანის კარტს. იმენა მეჭარა. ორივე მუშაობს სწავლობ უბრალოდ აი ტაროს ეგ აქვს რომ სიტყვაზე რაღაც ტრანსფორმაციული ეტაპი აქვს ადამიანს გადასალახი ექცეგერ აქ დაატრიალებს სულ სანამ იმ ეტაპს არ გადალახავ სანამ არ მიხვდები კონკრეტულად რის გადალახვაზე გესაუბრება ან ესე იცის და ლენორმანები უფრო მსუბუქი ენერგეტიკა ყოველდღიურობაში ვაი დღეს ვთქვათ როგორი ენერგეტიკის თემექნება მე მაგალითად თუ რომ ლენორმანს გამოვიყენებდი ვიდრე ვთქვათ მიცოდე ტაროს თავარაკანებს რომელიც ძალიან ესეთი ინფორმაციულად დატვირთული არის წერა ნახსენე ვატყუოთ ხოლმე ჩვენ თავზე რომ ვიშვითა და მე არ ვეთანხმები მაგას რომ ვატყუოთ უბრალოდ მგონია რომ თუ ადამიანი არ არის კარგად გაცნობიერებული საკუთარი თავის მიღებულობა ბოლომდე არ აქვს მიღებულობაში გულისხმობ ყველაფერს კონტროლში არ აქვს ჩახედილი უბრალოდ ცოტა არაობიექტურები ვართ ხოლმე გაშლაში თარგმნის დროს გვეუბნებიან კარგად მხოლოდ ამ კუთხით ვიტყოდი თორე მეც როდის მატყუებდა მე მატყუებდა ტარო ჩემი ჭკუით მაშინ როცა არ ვიცოდი ტაროს კარგად წაკითხვა როგორც კი ვისწავლე უკვე იცი რა მინდა კითხო როგორი სახის კითხვები მოდიან უფრო მეტად ჩემთან აი რა შენ კლიენტურას რა ინტერესებს ძირითადად რომ მოდიან იცი არის ანუ ადრეს იმასე რომ კითხვა იწების წინ უფრო იყო ხოლმე რას ხნობს ჩემს მიმართ უყარართო ანუ ეს პირადი კითხვები იყო ხოლმე უფრო კი არის ძირითადად ეს იყო ან თქვა გამეწინაურებენ თუ არა და ხელფასი გამეშლება თუ არა შემოსავალი მექნება თუ არა ეს რა თქმა უნდა მუდმივად აქტუალური კითხვებია მაგრამ ამ ბოლო დროს რა ძალიან მახარებს არის ხოლმე თქვა ჩემი სულის მისია არის ესეთი კითხვა რაში მაქვს ტრანსფორმაცია გასატარებელი ან რა გაკვეთილი ვერ ვისწავლე რომ ეხლა იგივე მოვლენები მიმეორდება ან უფრო თვითანალიზისკენ მიმართული ხალხი მოდის ამ ბოლო დროს და ჩემთვის ყველა ერთნაირად დასაფასებელია უბრალოდ მიხარია რომ ცნობიერების დონე თან იმატებს ან ისეთი ხალხი წამოვიდა უფრო ასე ვთქვათ კონსულტაციებზე ვისთვისაც თვით ანალიზი და საკუთარი თავის სიღრმისეული ცნობა არის მნიშვნელოვანი იცი რა სამობენ ხაშენ ყველა ფსიქოლოგი ამბობს ხო ან ყველაფერი იწყება საკუთარი თავის მიმდევრობიდან და გაცნობიერებით ეს არის რეალურად საკუთარ თავზე პასუხისგებლობის აღება აი ნახე ახლა ის იქნება თუ არა მე მაინტერესებს ჩემგან დამოუკიდებლად რა ხდება
და მე ამ პროცესში საერთოდ ვერაფერს ვერ წყვეტ. არის ეგ მიდგომა, ხო? მაგრამ თუ არის რომ მე რა უნდა გავაკეთო ამისთვის რომ ესე იყოს, ესე იგი ადამიანებში, ქართველებში განსაკუთრებით გაიზარდა ცოტა პასუხისგებლობის გრძნობა. კი. და პასუხისგებლობის გრძნობა მე თუ ვკითხავ, ეს არის ქრისტიანული ღირებულებები. იმიტომ რომ წარმართული მენტალობა არის სრულად უპასუხისგებლო. კითხავებთან რატო დადიან? ეხლა სუბთა მკითხავები წარმართულ მკითხავებს გულისხმობ ამ შემთხვევაში რამელის. ეგ არის წარმართული მენტალობა, როცა მე არ მინდა პასუხისგებლობა ავიღო, ანუ ჩემგან დამოუკიდებლად ხდება რაღაცები, მე იქ არ ვერე. ამ დროს სიამოვნებაში არაფერი არ ხდება ჩვენგან დამოუკიდებლად. ყველაფერი ჩვენი პასუხისგებლობა, ჩვენ აურაში, ჩვენს ველში, რაც არის, ისა ისახება გარშემო. ესე იგი, ქრისტიანობა ზუსტად ეს შემოიტანა, ხა ძალიან რელიგიური მასში გადავდივარ, მაგრამ რეალურად ღირებულებების კუთხით გადასვლა ქრისტიანულ ღირებულებებზე არის, რომ მე რა გავაკეთო ისეთი, რომ ისეთ გარემო მქონდეს, რაც მე მჭირდება. და ამაში ვინც კი დამეხმარება, ფსიქოთერაპევტი იქნება, რელიგია იქნება, ტაროლოგი იქნება, ასტროლოგი იქნება, სხვადასხვა ტექნიკის ფსიქოლოგები იქნებიან, არიან ფსიქოანალიზის განხრით, არიან ბიჰევიორისტის, ყველას ვიყენებ. აბსოლუტურად ყველას ვიყენებ და ბუდიზმის ფილოსოფიასაც ვიყენებ და რა ვიცი, ყველაფერი რაც დამეხმარება პასუხისგებლობა გავაცნობიერო და ავიღო. აი ხა აროს კარტებში ძალიან მნიშვნელოვანია თამაშოსად შეგაქვი ეს თემა როგორც ქრისტიანობაში არის რომ აღშევანის თავისუფლება სწავლებს ღმერთი და ახლობით თავისი თემატიკა არის აქ ანუ აროში კარმა არის ეს ფატალურობის მანიშნებელი აროს კარტი ის განხილვაში კარმა მოდის როგორც მიზეზშედეგობრივი კავშირები ეს იქნება ახლა იქნება წინაცხოვრება დავარქვათ და ეს ცხოვრება ანალიტიკას აკეთებს გადადგმული ნაბიჯების და მიღებული შედეგების შესაბამისად. ასე რომ ეს ხალხი რომელიც ძალიან არის დაინტერესებული რომ ეს რეალობა რატო დაუდგა და რა შეცვალოს რომ ეს რეალობა შეიცვალოს. ძალიან სწორად ის არის აროჩი ვინც ინტერესდება და მით უმეტეს შესწავლას ვინც მოინდომებს იმიტომ რომ რეალურად მართლეთი მიმართულების სხვადასხვა სახეა ასტროლოგიას, ტაროლოგიას და ფსიქოლოგიას. უბრალოდ სხვადასხვა სიღრმეებზე მუშაობს ჩვენი მზადყოფნიდან გამომდინარე. და ტაროს მე ვფიქრობ, რომ ადგილი და ტარო ფსიქოლოგია ჩამოყალიბდა, გაცილებით უფრო ბევრი დრო ჭირდება და დიაგნოსტიკასაც მე ვფიქრობ, რომ ვირტუალური როგორც პროფესიის ფსიქოლოგია გაცილებით მეტი სეანსი ჭირდება. ხოლო ფსიქოლოგიით ადამიანის პრობლემების დიაგნოსტირება ვიდრე მაგალითად ასტროლოგიით. ასევეა ტაროს და აქედან გამომდინარე ვთქვი თუ ადამიანს ეს შანსი მოგეცადა 21 საუკუნეში ცხოვრობ, რომ ესეთი ათვისებადი სისტემა ისწავლო, რომელსაც შეძლება საკუთარი ცხოვრება უფრო უკეთეს ვერსიაში გადაიტანო, რატომ არ გადაიტანო? აი ზუსტად და ხშირად მოდიან ხოლმე ფსიქოლოგებიც ჩემთან ან ხალხი რომელიც თერაპიაზე დადიოდნენ და გაიჭედნენ სერიოზულად და რაღაც სერიოზული პრობლემები შეექმნათ ის რა ჭრტილია თუ რა ჭრტილი ყოფილა ხო და გამაღიზიანა რაღაცას ხედავ აქ და ხო და რაღაც იყო იცი რომ მოდიან ხოლმე, მე შეინიციეს კარმული ასპექტები, წერტილებში მივდივართ და ყველგან დადიოდა თურმე ადამიანი მთავარის გარდა. და ბრუნდებოდა სიტუაცია. და თუ ასტროლოგიასაც ვიყენებთ, ტაროსაც ვიყენებ, მე პირადად ამ ყველაფერში გადავედი, გაცილებით მეტი შედეგი მაქვს, ვიდრე ამ ხოლმე ფსიქოლოგიას ეხა. ბევრს დაცვით მექანიზმი აქვს, იცი, რომ ხოლმე ფსიქოლოგია თან განსაკუთრებით ერთი განხრა ფსიქოლოგისთან კარგად წინა ვიდეოში ვთქვი, აი ხელფოთლებს მიაყრის პრობლემებს ლამაზად და სხვაგან გამუშავებს. სიაციას იძლევა მოგვარების ამ დროს ასად არ წავიდა უბრალოდ თავი დამუშავებს და რაღაცა გადაიჭრა. ხო, ან ცოტა ხანი ჩაიმალა, მაგრამ რეალური პრობლემები შეიძლება ცოტა ხანი დაკონსერვდა, უფრო ამას ვეძახი ხოლმე რა და აი ანუ ახსენე ისედაც იცოდი ასტროლოგია და ნამდვილად გამივიქონა სკოლა ერთი სკოლა განთავებული იქნა შენთან რომ მოვედი ზუსტად ამან დაინტერესა შენ კურსში ასტროფსიქოლოგიის და შენი ასტროლოგიის სკოლა ეს არის მარტო ასტროლოგია იმიტომ რომ ჩემმა თქვა
სერიოზული დამუშავებები გაიარა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ანუ ეს იყო ჩვეულებრივი ჯგუფური თერაპიები გარდა ასტროლოგიის სწავლისა და ამიტომ შეუფასებელი არის, როცა რამოდენიმე მსგავსი სფერო ერთიანდება ერთ სივრცეში, ეს არის საოცარი შესაძლებლობა. და ეხა ზუსტად ანალოგიურს ველოდები შენთან სკოლაში. არქეტიპების დონეზე ხა გვექნება იქ რაღაც გაშლები და გამოშლები და სერიოზულ თერაპიას რო ჩაგვიტარებ ამას ველოდები. თერაპიული მიმართულებითაც, იმიტომ რომ აბსოლუტურად ვერ წარმომიდგენია გამარჯვებაც პირველი მთავარი არტანი მაგი ნიშნავს ჯადოქარს. ამას ეხლა Google-შიც ნახავთ, ChatGPT-შიც ნახავთ და უბრალოდ ისეთ არასოიტივი პატარა ბროშურა მოყვება და ეხაც წერია. ანუ მე მსგავსი ინფორმაციის გაზიარებას არ ვაპირებ, ეგ თვითონაც შეუძლია ყველა ადამიანს რომ ისწავლოს თუ კი სურვილი აქვს, მაგრამ ტარო ესე არ არის. ტარო არის ძალიან ღრმა და ხშირად ვამბობ ხოლმე და ჩემს გვერდზე ვწერ ხოლმე, რომ ტარო არის გასაგებების საკმაოდ რთული და უნივერსალური სისტემა. მაგრამ შეიძლება რომ ამ სამყაროს პასუხები წამოიღო. და თუ კი შენ ამას კარგად ისწავლე, არც ერთი დაკეტილი კარი არ დარჩება და ეს უკვე ჩვენზე ახლა ჩვენი არჩევანია, მინდა რომ გავიგოთ ჩემი თუ არ მინდა. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა კარის გამოყენებისას მაინდამაინც იავარი და ბრილიანტები არ არის ხოლმე. არის პრობლემებიც, რომელსაც უნდა მოგვარებო. ხო, მაგრამ იცი რა არის, ხა შენ რასაც ამბობ ხოლმე, აი ხა მარიამის ის მინდა განახოთ გვერდი. აუ, არ ვიცი რამდენად ჩანს. Taro and Shadow with Mariam, ესე ქვია. თუ არ ჩანს. არა, ხო, რო იცოდნენ გვერდი, მეც ვაზიარებ ხოლმე, თვითონ გვერდზეც ვაზიარებ ხოლმე. და რატო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაციებს დებს მეგობრებო, ტაროს არკანებზე, გაშლის მეთოდოლოგიებზე, ანუ ძალიან ისეთ პედაგოგიური არის მისი გვერდი და ბევრს დაინტერესებს ალბათ და აი ზუსტად ეგ მომწონს შენში, რომ შენ უფრო ფსიქოთერაპიულად შეგიძლია გაშალო ეგ. იმიტომ რომ იცი რა მაქვს, აი რას ველოდები მე შენი კურსისგან, რა მაგალითად რა. აი ხლა ხო შეიძლება შენც მოხვედი ჩემთან, როცა უკვე ნასწავლი გქონდა, აი ხა ელემენტარული პრობლემები, ხო, პლანეტები, ასპექტები, ეს ყველაფერი. მაგრამ არის ამის მიღმა კიდე, როგორც ფსიქოლოგიური ენერგეტიკულ დონეზე, ნუ კარმული შრეები მაგალითად. ასევე ჩემი გამოცდილება, რასაც ვაზიარებ, ხო? იმიტომ რომ იქ ერთი არის, სულ წერია და აბსოლუტურად სხვანაირად ვლინდება, სხვადასხვა აქ ერების ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხა ვიღაცას მზე რო დაზიანებული აქვს, ეგ სულ სხვა რაღაცას ამბობს, ინგლისში ვინც ცხოვრობს და სულ სხვა რაღაცას ამბობს ჩვენთან. სატურნი მეორე სახლში რო ყავს ინგლისელს ან ევროპელს, სულ სხვა კომბინაცია არის ეგ ფსიქოემოციურ დონეზე და ბედის დონეზე, ვიდრე ახლა ბანგლადეშში თუ ცხოვრობს ვინმე საქართველოში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი გამოცდილებები ერების დონეზეც, ხო? და მე ველოდები შენთან ზუსტად ამას, რომ ის რაც აი წიგნიდან წავიკითხე, ხელოვნურ ინტელექტმა გამაგებინა არის შენი გამოცდილება, რომელიც ეს არის უნიკალური უკვე და ეგ არის ხა მასწავლებლების თემა, მთავარი ეგ არის ხო, რომ იქ მის გამოცდილებას გიზიარებს რა და ხა მე რომ მაგალითად ასტროლოგიის სწავლაში 5 წელი დავკარგე, ვიღაცებს ვაძლევ 2 თვეში ამ თელ სისტემას. და ამ 5 წელს 10 წელი მივამატე კიდე პრაქტიკის. და სად ეს გამოცდილება გაზიარებული და სად ახლა შენ ხო და მე მაგას ველოდები შენ სკოლაში ძალიან საერთაშორის ახლა მეც ჩემთან გვერდზეც დავდებ ანონს როგორც კი დაიდება ძალიან ერთი სული მაქვს საერთაშორის და იცი რა არის რას ხედავ იცი შენში ხა ცოტა ისე ვამბობ ამბიცია მაქვს ხა 1200 ვიდეო მიდევს და ასტროლოგია რაღაც სხვა იმაში ავიყვანე საქართველოში სიღრმეში ავიყვან და არა ესე ზოდიაქოების ასტროლოგია და აი ესე ხედავ რომ შენც ეგ ეს ტარო დამანახე აი სალიმაც გარკვეულწილად ფსიქოთერაპიული ტარო დამანახა შენთან რაღაცნაირად გამთლიანებულია ბევრი სხვა სისტემები რა და აი რაღაც პოტენციალს აი ორივე გოგოში ხედავ ძალიან დიდ სალისას უთხარი მაშინ რომ გააკეთე მეთქი რამე ესეთი კურსი მეთქი იმიტომ რომ როგორ რაღაც არის ცე რომ აი ეს ისეთი გამოცდილებები ადამიანის ენერგეტიკაც მნიშვნელოვანია მის ბექგრაუნდში გამოცდილება მნიშვნელოვანია და ყველა საინტერესო არის რა ვინც აი კიდე არიან გოგოები უსმენ ხოლმე მეტაროლოგებს ძალიან მომწონს მაგალითად ვინც აი ესე უყურებს და აი შენშიც უფრო მაგ პოტენციალს ხედავ რომ აი საგანმანათლებლო კუთხითაც ხა ელემენტარული ხა მე რო ვასწავლი თვითონ რომ გამოიყენო პირადი რუკა უფრო ღრმა თერაპიულად ტრანზიტები და აი ეს არის მნიშვნელოვანი რომ ტაროც მაგალითად შენთან ესე ისწავლო ხო
იმიტომ რომ მე ძალიან ველოდები, იმიტომ რომ მე მაკლია ახლა გამოცდილება რა მაქვს ტაროში, ცოდნა მაკლია და აი როგორ იცი. ხოდა მოგდანსა. სტუმრიანობა მაქვს და სტუმრიანობა. რამდენი ხალხი არის ახლა აქ? Ასვენინა ჩემს. Absolutely, მართავს ამბობ, ჯერ მარტო იმიტომ, რომ კომბინაციების ამოკითხვის ყველა ჩვენი მეთოდი გვაქვს, გაშლების ყველა ჩვენი მეთოდი გვაქვს, შესაბამისად, კარტები სხვადასხვანაირად მეტყველებენ ხოლმე და კომბინაციების ამოკითხვა კიდევ მთავარია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაც ესეთი მოკლე სამ განმარტებიან და სამი წინადადებით განმარტებული არტყანი ყველგან და სადაც არ გაგაფურცლო ნებისმიერ ეგ ინტერესო ამ ესე ვფიქრობ. მაგრამ მე მართლა ვიკითხე, აი მაქედან მაკლია ცოდნა მაინც რა, იმიტომ რომ აი მაგიტო ველოდები შენს. ხო და ამიტომ ეხლა რა გულის დაინტერესებაც იყო ამ ეტაპისთვის, როგორც ხდება ყველას დაახლოებით იგივე თემა აქვს, რომ ვიცით, მაგრამ ნოისგან გვინდა სწავლა და ამიტომ თუნდაც ის პრეზენტაციები რომ უბრალოდ ცოტა სხვანაირი ფორმატში მქონდა და რადგან ესეთი მოთხოვნაა, ამიტომ მაქსიმალურად დეტალურად იქნება თავი კუთხიდან და ყველაფერი პრეზენტაციაში არ ჩაეტევა დანარჩენი პრაქტიკა რა თქმა უნდა. შეგიძლია როდესაც პრეზენტაცია გავაკეთოთ ტაროს გაშლის თუ არ დაგეზარება? მეც მაინტერესებს და იცი როგორ რაღაცას გთავაზობ, წინაზე ცალიმ ძალიან საყვარლად გამიშალა. მე რაღაცა გამურთე, მე ისეთ რაღაცები ამომივიდა, რომ ამას ვერ ვიტყვი აქ და კოლექციებს ვიყვა. თერაპია ფუქოდა მე ისეთ საინტერესო რაღაცები ამოვიდა და აი ესეთი რაღაცა რო გავაკეთოთ ეხლაც. აი შენ რას მიჩვენ თქვა? რაზე გავშალოთ? თუ კიდე აი ჩემი ენერგეტიკაზე გავშალოთ რა ხდება? რას დაინახავ და აი რა ცოტა ისე თერაპიული დიალოგი რო იყოს ჩვენ შორის. და პრაქტიკული ძალიან მაინტერესებს ახლა რა უნდა ხდებოდეს. 200 სული არის ახლა ჩამოსული სტუმრად ჩემთან. მე გავაცილებ ამ 200-ს, მე დავრჩები ამ ჩემს. ხა მე კატასთან ერთად დავრჩები. ხო და ნუ ახლა არაფერს არ ველოდები, მაგრამ მაინტერესებს ტარო რას გვეტყვის. კი ბატონო. ანუ ჩემი სასწავლო მეთოდოლოგიიდან როგორც ვიძახე ხოლმე, ვინც დამიჯერებს და წარმოუდგომა დაიწყოს კარტის კითხვა თავიდანვე ძალიან სწორი იქნება, იმიტომ რომ აი ვინც მოვაბადან ჩემს კურსზე და ნახავთ რამდენად რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით იძლევა სწორი გამობრუნებული კარტები. მიხვდება რომ თუ ეხლა იწყებ ტაროს სწავლას, აუცილებლად უნდა ისწავლო ორივენაირი მნიშვნელობა. მე უკვე გემოვნების საკითხია შენ თუ გინდა მარტო სწორად წაიკითხე. ხო მე სწორად ვიყენებ და რა გავდიარ კარტი ჩენჩება ჯერ აი ეს. სანამ გადაჭრა დაიწყე. აუცილებლად, იმიტომ რომ ადამიანის ენერგიას უნდა მოერგოს და დაჟე სამწარმოოს. ამის შემდეგ ვასწავლებ, მე თან უნდა ჩაიფიქრებ ჩემს ენერგიაში. რა ხდება? რა კიდე ერთი ძალიან თავი რაღაცა, როცა შლით ჩვენზე უნდა მოვჭრათ აუცილებლად ჩვენსკენ, როცა შლით ადამიანზე უნდა მოვჭრათ მისკენ. დავიჩევს სტუმრებს. აი ეს. მე ზოგადად არ ვამხრობი რომ ერთი კარტის უნდა გაკეთდეს რაიმენაირი დიაგნოსტიკა, ანუ მინიმუმ 3 კარტს, თუ წინააღმდეგობრივი კარტები ამოდის, მე უკვე ვამატებ და ვასუსტებ ამ დამატებული კარტები. ნახოთ რა ენერგიებშია ეხლა თამა. ნახავ. საინტერესო. ესე იგი, თან ცოტა სასწავლო თემა ჩავთვალოთ მაინც. ნებისმიერ გაშლაში ყველაზე მნიშვნელოვანი და წამყვანი ადგილი უჭირავს მთავარ არქანს. რამდენ გაშლიანი ესე ვთქვათ სიტუაციის მიმოხილვად, რამდენ აქტიანი სიტუაციის მიმოხილვად არ უნდა გქონდეს, საკვანძო არის მთავარი არქანი გამოდის და რა პოზიციაში. შენ შემთხვევაში ამოგვივიდა ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მთავარი არქანი, რომელიც არის მთვარე და რომელიც არის მზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს, რომ ჯერ ამოვიდა მთვარე, შემდეგ მოყვა მზე. ანუ ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ბურუსი,
რაღაცა საკუთარ თავში ჩაძიების მომენტები, ეტაპი, როცა შენ გინდა რომ ცნობიერ შენ ჩრდილებს ჩაუბრუნავდე და შეხვდე, ეს გადადის სრულ სინათლეში, ჰარმონიაში და ესე ვთქვათ, ბიზნეს მიღწევაში თუ კი ამაში იყო შენი მიზანი. ამ ჩრდილებთან შეხვედრაში თუ არის შენი მიზანი, ეს წარმატებით განხორციელდება. ეს მომავალს აჩვენებს, იმიტომ რომ ვარ თითქოს ახლა მაგ პროცესში და დავინახე. ეხლა ჩვენ ხო ვთქვით, რომ ეხლა რა ენერგეტიკაში, ეხლა მოდის ეს ენერგეტიკა. ზუსტად მაგ პროცესში. შენი ამ ჩრდილებთან ჩასვლა, განხორციელდება წარმატებით და ფასების წუზინა ყოველში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მოგცემს ენერგეტიკულ სისავსეს. მე არ ვემხრობი ამ პრაქტიკულ განმარტებაში სიყვარული და მოჭრა. ეს არის ენერგეტიკული სისავსე, ემოციური კომფორტი და კიდევ მეტი ემოციის მოთხოვნილება, ანუ თუ ზოგადად არის სტარტი. ანუ ეს იქნება რაღაცა ისეთი ემოცია, რომელიც ახალ სტარტს მოგცემს ოღონდ გრძნობელობის, ემოციების, სიყვარულის, პოზიტივის სფეროში. რაც შეეხება ისე რომ ავიღოთ მარტო ეს ორი ცალი არკანი. ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანის ორგვარ ბუნებას მიანიშნებს. ანუ ერთი არის მთვარე, რომელიც არის დაფარული, რომელსაც არ უყვარს ხალხის მასებთან ტრიალი, რომელიც როგორც ამბობენ, კანტის ადამიანების ენერგეტიკას, რომელსაც აქვს ემპათიის ძალიან დიდი უნარი და ასევე პრაქტიკულად ვერ მოატყუათ ასეთ ადამიანს. ზე კიდე ამის საპირისპირო ვერსია, ანუ ეს არის ძალიან კაშკაშა, ძალიან თბილი, ძალიან პოზიტიური ადამიანი, რომელიც ხოცუნათებს გზებს. ამიტომ ტაროს ესე ამბობ და უიქარი ამგივდა, ცუდია, უიძი ამგივდა. კარგი, ესე ამუშავდა. აქ არის შენი ფსიქიკის ორნაირი მოდელი. რომელსაც შენ ცხოვრებაში იყენებ. ანუ ერთი არის მთვარი, რომელიც ნიშნავს, რომ გექნება მომენტი, როცა გჭირდება განმარტოვება, შენთვის ცალკე ყოფნა, აქედან შენ იღებ ენერგიას, იმიტომ რომ მე მზე მოყვება და არის მზე, როცა მე მჭირდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, ყურადღების მიქცევა და როცა მჭირდება მზის ქვეშ ჩემი ადგილი, იმიტომ რომ მზე ესეც არის ხოლმე. ვიტყვი რომ მზე არის, ვით არიცის, შენ ზუსტად იცი, მაგრამ მაინც გეტყვი 79 კარტში ყველაზე პოზიტიური კარტი, რომელსაც ნეგატივი არასდროს არ მოყვება. თუ შევაჯამებ ამ კარტებს, არის ის, რომ შენი ინტუიციიდან, შენი ფოკუსიდან, ცნობიერთან და ჩრდილებთან შეხვედრის შემდეგ მოდის ემოციური სისავსე და სინათლე. ოღონდ მზე მაინც ისეთი სინათლეა, რომელიც საკუთარ თავთან ერთად ხოცუნათებს გზას. ეს არის ლოკალური. ანუ მზე ხო არის შენ პანჯარაში, მზე ყველა პანჯარაში ამოდის. ზუსტად ესევეა აქაც. რა მიკითხო, თავი. აი, მაგის დაზუსტება უფრო დამაინტერესა. რატო ამოვიდა ეს კარტები? რატო ამოვიდა ეს კარტები? იცი რატო? თითქოს ბოლომდე ჩაწვდომა გამიჭირდა და მეტი კითხვები დამებადა. ეხლა დაზუსტებაში რა მოგვიდა ფორტუნას ფორბალი, რომელიც ნიშნავს ციკლურობას და ეს ყველა კაი დასახელებას მოვუშვები ეხლა ალბათ, მაგრამ ნიშნავს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ისევ ჩაბრუნება არის საჭირო. ანუ ის, რასაც შენ ეხლა შეეჭიდე, ეს უბრალოდ ერთი მისვლით და ერთხელ გადამუშავებით ბოლომდე არ დამუშავდება, იმიტომ რომ ერთის მხრივ არის იღბლის კარტი ფორტუნას ფორბალი და მეორე მხრივ არის ციკლურობა, საჭიროება, ან მე თუ საჭიროება არ გაითვალისწინე იძულება, რომ ერთი და იგივე წერტილთან დაგაბრუნოს იქამდე, სანამ შენამაც არ გაინახავ. ეს ყველაფერი მიდის იმპერატორ ქალამდე. ანუ შენი ქალური ნაწილის პოვნაზე არის აქ საუბარი, რომ შენში აი ციკლურობა იტრიალებს იქამდე, სანამ შენ ამ იმპერატორ ქალს აი ესეთი სისრულით და მთლიანობით არ მიიღებ შენ თავში. აქ გარეთ მიმართული კარტი არც ერთი არ არის და აი ეს ორსახოვნება ახლა პატარა არკანებით აიხსნა ისე რომ შენ არ გინდა რომ ნამდვილი თამო იყოს დასანახი ყველასთვის. ამას აყოლებს შენს ამ ქალურ არქეტიპს, რომელიც გარეთ გაქვს გამოსატანი, ანუ კარგი ამბობ გაყავი ორად. ნუ დაანახეთ ყველა შენს ჭეშმარიტ ბუნებას, მაგრამ იმპერატრიცა თამო გამოუშვი წინა პლანზე. და გატრიალებს იქამდე, სანამ აი ამ იმპერატორ ქალთან არ.
ჩაგუსტება ამისი ეს იყო, რომ დანარჩენი რაღაცეები გვაქვს დამუშავებული, თვარი ამოვიდა, იმიტომ რომ დასამუშავებელი გვაქვს რაღაცა თვალსაჩინო. ყველაზე მთავარი ქალური არქეტიპი რაც არის დასტაში, ოღონდ არკანები ამიდის რთულად. არკანები თვარიდან წავიდა სუბუქად, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ თუ კი რამე სტრესი, ტრაუმა, ნეგატიური გამოცდილება იყო, აი ამ არქეტიპებთან შეხვედრით, ეს უკვე არის ჩავიდა. იმიტომ რომ დაიწყო მთვარით, გადავიდა მზეზე, გადავიდა ფორტუნას ბორბალზე და შემდეგ დაასრულა იმპერატორი ქალით. ანუ განვითარება კარტერის არის უკეთესობაში, სინათლეში და პოზიტივში. გასვლაში ამასაც ძალიან და თითქოს პროცესს აჩვენებს უკვე რომ ვარ ამ პროცესში. აი უნებრივად აი ბედი დაატრიალებს, მიმიყვანს ისედაც მაგ ყველაფრამდე თითქოს ეს ფორტუნას კი ფორტუნას ბორბალი გამეორებად თემას აჩვენებს. ანუ ეს საჭიროებაც არის ხოლმე რაღაცა თვალსაჩინო, რომ აქ სამუშაოა და აქ ჩასაბრუნებელია. ეს ეხება ამ შინაგან იმპერატორ ქალს, რომელიც ყავს უბრალოდ ყავს კურსებში. ამასაც არ მოწონს. როგორი არის იმპერატორი ხალი? რა არის გამოსახატი? შეიძლება ხო ესე კითხვებით რო ჩავეძიოთ. ნებისმიერია. იმპერატრიცა. ვაიმე, ბუშღუ, ვაიმე ჯიგიდეთელი. ის საყარლაცისაკ. ეგვითომ დაკარგული. ბუშღუ გოგო. რა არის ეს იმპერატრიცა? რა თვისებებთან არის დაკავშირებული ან რა არის? ცუდია რომ ჯერჯერობით ისეთი კამერა არ მაქვს რომ კარს დავანახოთ, თორემ ისე ვაჩვენებდი რაკურსს. აქ გაყო სამი მიმართულებით რაში უნდა გამოიტანო ეს იმპერატორი ქალი. და ესეთი ყველაზე უცნაური რაც არის, ეს არის შენი საზღვრების დაცვა აგრესიის გამომატვით. ანუ ეს არკანი ხოს რომ როცა შენი საზღვრები ირღვევა, ამაზე არ გაჩნდე და იქვე დააფიქსირო არც ისე პირდაპირ აგრესიით მაინც ვარსკვლავი მოყვა მერე, მაგრამ დააფიქსირო. რაც შეეხება ვარსკვლავის არკანს, ეს არის შენი სამომავლო გზის არჩევანი. შენი ქვეცნობიერება როგორ ჩანს, ეხლა არის მოფიქრების პროცესში შენი მომავალი გზა საით მიდის. ეს გზა ის არის, ეხლა როგორ ქალაქში გადამერე რომ ქალაქში გადახვალ. მართლობა ჭრილში მოსვენებას ვერ ყოლობს, იმიტომ რომ ვერ ხედავს რომელ გზაში შესამომავლო და ვარსკვლავი კიდევ არის ეს თქვა ნიშნება რომ ოცნება ნაკლებად ეს არის ნიშნება იმაზე რომ შენ თუ შეუდგები სწორ გზას რომელიც ქვეცნობიერში გაქვს შეიძლება შენი სახელი ისეთი ოქროს ასოებით ჩაიწეროს სადმე მინიშნებას იძლევა ვარსკვლავი ყოველთვის ეს არ არის მარტივი და ხვალდაზეთ მისაღწევი მიზნები, მაგრამ შორეული მიზნებიცაა, ხო? კი, საზღვარგარეთთან შორეული მიზნებიც არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ცხოვრებისეული გზის არჩევანია, რომელიც მიდის მერე წლები. და შენ ქვეცნობიერად როგორ ჩანს ეს საკითხით აწუხებს ამ შენს იმპერატორ ქალს. მესამე ნაწილი რაც ამოვიდა, როგორც წერან ამგვივიდა თასების ტუზი, ეხლა ამგვივიდა ისევ თასების კარტი, რომელიც მეტი სიყვარული მინდა არის მეტწილად, მეტი ემოციის მიღება მინდა, მიღება მინდა, ხო, აი ეს თემა, სამი მიმართულებით წამოვიდა. ერთი საზღვრების დაცვა, მეორე შორეული პერსპექტივა და გზის არჩევანი. და მესამე გვაქვს ჭირდება მეტი ემოცია ყოველდღიურობაში, იმიტომ რომ თასების კარტები ამოვიდა, რაც არის ნერვული არკანები, ანუ ეს არის ფართეს სურათის სამომავლო, ეს არის ყოველდღიურობა. ანუ ნერვულ არკანებს ეს აქვს, რომ აი ყოველდღიურ რუტინაში ცხოვრებაში საჭიროება არ აქვს. აი აქ და ძალიან მეხმიანია. მესამე მიმართულება წამოიღო. კი, უბრალოდ მე რასაც უყურებ, ისე ჯერჯერობით დინამიური კარტია პოზიტიური მიმართულებით. ისეთი ტრინები მაქვს უცაზე. აი, არ ვიცი, ყველა დიდი პლანეტა თან ტრიგონებში არის პირად პლანეტებთან და ნაკლებად ველოდები რა. შენი ქვეცნობიერი ამიტომ შეხავს, რომ რაღაცა კონკრეტული გზა აქვს ჩამოყალიბებული, რასაც უნდა გაყვე.
და ეს გაიჩიო ამისი მანიშნებელი. უახლოეს პერიოდში რა ენერგია მოდის ჩემს ცხოვრებაში? რა ენერგიაში მივდივარ? აი ეხლა ძალიან კონკრეტულ კითხვას დავსვამდი. შენ მიდიხარ გამარჯვებისკენ, წარმატებისკენ, ჰარმონიისკენ, მე საერთოდ კარტები ამგივიდა და საკუთარი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებს. იმიტომ რომ ბოლოში ამოვიდა მაგის კარტი. ეს გასულისმობს არის ძალიან ქარიზმატული ტიპაჟია მაგი. და თავი პოზიცია რაც ამ კარტს აქვს, ის არის რომ მის ხელთ არსებული რესურსების გადათამაშებას ახერხებს, ისე რომ შეიქმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო. შეიძლება სიტყვაზე ვიძახშეთ ამ მიზერული კერასაც წავიცოდნა გაქვს, მაგრამ მიზერული ცოდნითა და მიზერული რესურსებითაც კი ადამიანმა მოახდინოს ისე გადათამაშება, ისე ტრანსფორმაცია და ისე მიწოდება, რომ ამით შექმნას სასწაული. ანუ ჯადოქრის კარტი ხო, ანუ ესე ვთქვათ, მაგი ტაროს კარტი უჩის პირველი მთავარი არკანი ზუსტად ეს არის. ჯადოქარია, უდევწილო თრიო სტიქია და ამ თრიო სტიქით, რომელსაც უნდა მართავს, რომელსაც უნდა გამოაჩენს, გააქვთ და ეს პოზიციონირებს ეს. აქ ამაზე ახლა საუბარი შენ შეიძლება შესაძლებლობა რომ პოზიციონირება მოახდინოს შენს ხელთ არსებული რესურსებით ისე რომ მიაღწიო შენს მიზანს მართალია მთავარი არკანი ეს ერთი ამოვიდა მაგრამ მანამდე რა არკანი წამოვიდა გამარჯვებებს გიქადის პოზიტიური ემოციების მიღებას გიქადის ფინანსების მიღებას და ასევე შესაძლოა თანამშრომლობას სადაც პირდაპირ მინიშნება იმაზე რომ ერთად ხდება ვარ ვიზე წავსავ ანუ ის კარტი ეს ფიშები ამ კარტზე ეს კარტს ვაჩვენებ ფასინახებს რა არის ანუ მე და შენ თუ ერთად ვიქნები აი ეს მთვარის გზაა ხოლმე მაშინ თორში ჩნდება ანუ ცალკეც ეს მთვარეები ვართ მაგრამ ერთად უფრო ძლიერები ვართ და აი რომელი არკანია ეს სკიპტრების ოფია ხო მე მაგ აი ამ პროექტი ეს სკიპტრების ექციანია გამარჯვების წარმატების და მოგზაურობის საკითხი ზოგადად დინამიური ენერგია არის ანუ სკიპტრების მასის ამოსვლა არის ხოლმე კარგი იმიტომ რომ ეს არის როგორც საწვავი აძლევს ენერგიას რომ პოზიტივი სადღაც წავიდეს იმიტომ რომ რაც არ უნდა ვთქვათ მონეტების და ფასების კარტები ამოდიოდეს თუ სკიპტრების კარტი არ არის ანუ პოზიტივში ვართ რაღაცაში ვართ მაგრამ ახლა ეს ენერგია არ ვითარდება ბრძოლის უნარი არ გვაქვს და წინსვლის სრულით მომენტ არ გვაქვს ხოლმე ამიტომ სკიპტრების ენერგია ძალიან კარგი იყო იმიტომ რომ ეს უფრო მეტად ამუშავებს შენს მომავალში ენერგიებს ანუ აჩვენებს რომ ნაბიჯების გადადგმა და წარმატების მიღწევა იქნება იცი რა მაინტერესებს სხვათა შორის მე ჩვენ საუბრის ჩაწერის შემდგომ მოგიყვები ზუსტად მაგ პროცესებს გავდივარ ახლა ძალიან საინტერესო პროცესი მაქვს და აი ზუსტად სინქრონში დაემთხვა და აი მე რომ მოგიყვები კიდევ უფრო მიხვდები და იცი რა მქონდა ინტერესი შენთან მე ვშლიდი ხოლმე ადრე აი ტრანზიტები არის ახლა მთვარის დაბნელება მაგალითად ჩავწერე ახლა ვიდეო თუ აკეთებ ხოლმე შენ მაგაზე აი ეს თარის დაბნელება რას მოგიტანს ან მზის დაბნელება რას გაგიაქტირებს ხო არ მუშაობ მასეთ რაღაცებს და შენთვის თუნდაც მე ვაკეთებ მაგ გაშლებს და კი ჩემთვის ვაკეთებ ხოლმე მაგრამ იშვიათად ძირითადად არის ხალხიდან მაშინ როცა რაღაცა საჭიროება აქვს ინფორმაციის მიღების ამდენწლიანი პრაქტიკის მერე მაქვს ხოლმე რაღაც ენერგეტიკულად ესე ვთქვათ შემოტევები როცა სურვილი მიჩნდება რაღაცის დაკონკრეტების გრძნობ რომ რაღაცა მოდის ვერ ხვდები რა და მაგ დროს როდის ყოველდღიურად ხშირად ვიყენებ არას არა აი ამ მომენტებში კი და ესე რომ ვთქვათ ზოგადად რამენაირ გაშლებს ვაკეთებ ესე დაბნელებებთან ან ახალ მთვარეებებთან დაკავშირებით რატო იცი ახლა წინაზე რომ მზის დაბნელება იყო ნუ ჩემ პირველ სახს ეხებოდა ძალიან და ვენერას და რო გავშალე იმპერატრიცა ამოვიდა ანუ სხვა სტუდენტის თემები ამოდიოდა ხო და იმდენად დაემთხვა უბრალოდ ჯერ ექსპერიმენტულად დავიწყე და იმდენად დაემთხვა ანუ რუკით ასტროლოგიურად და აი ეს დაბნელება რა თემებს შეეხება ან რა ცვლილებებს მოიტანს და მე რო დავაკვირდე მართლა ეგრე იყო
და ძალიან დამიტოვსა. არა, მუშაობს ენერგეტიკაზე, ანუ ეს არ არის ყოველ მარტო ადამიანის კონკრეტული ენერგეტიკა, ზოგადად ეს გარშემო ენერგიებიც არის. ამას ძალიან კარგად და სწორად იჭერს უმეტეს მცოდნე და გამოცდილი ადამიანის ხელში, ასე რომ ნებისმიერ თემაზე მუშაობს ფანტასტიკურად. თავარია ზუსტად ხდებოდა რითი თქმა უნდა, ამისთვის ცოდნა საჭირო კი არაფერი. და ნუ პრაქტიკა, იმიტომ რომ ყველაფერი პრაქტიკაშია, მარტო სიტყვაზე პრეზენტაციიდან ან ფოტოსთან ან თულით ესე ვერ მიიღო. ხო. ისე ზუსტად მუშაობს. წინაზე შენ გამიშალე ერთ ახლობელზე სადესაც ის პერიოდს რო გადის სატურნის მძიმე პერიოდს და ისეთი კარგად აჩვენე მაშინ აი ეს ცირა თუ გახსოვს შენ რომ აი რა პირდაპირ მის შემთხვევაზე ილაპარაკე რა პრობლემები აქვს და რატო აქვს სირთულეები და გაჭედვები სადესაც ის პერიოდი ყოველთვის ლირითთან გვაკავშირებს და ისე კარგად ახსენი ამ ადამიანს რა პრობლემები აქვს და რო ვერ გადის ამ გაკვეთილს რო იჭედება მე გავგზავნეთ კიდეც ეს ვიდეო თუ გახსოვს ამ ადამიანს და აი ესე ზუსტად ჩასვი მაშინ და კარგად გამოჩნდა მაშინ ეს სადესაც პერიოდი აი კარჩი იყო რა პირდაპირ და მისი ლირიტური ენერგია როგორ ეჯახება რომ სამყაროს სხვა რაღაცას ითხოვსო და ეს ვერ ხდება რა უნდაო და ჯიუტაც სხვა რაღაცას აკეთებსო და მაშინ შენ გთხოვეს რომ რაღაც კონკრეტულ საქმეზე გაგეშალა გამოვიდოდა თუ არა და მთელი ისტორია მოყვა კარტმა რატო არ გამოვიდოდა ეს ამბავი რომ აქვს სერიოზული სამყაროს სხვა რაღაცას თქოს და მართლა არ გამოუვიდა ეხლა რო იცოდე მართლა არ გამოუვიდა და ზუსტად მაგ თემებს ეჭიდება ეხლა ძალიან ეხლა ნახე მე რომ შენ გთხოვე რომ თქვა მე არ მაქვს ეხლა რაღაც არც ეგზისტენციალური პრობლემები არც ჩვეულებრივ ანუ ეხლა აი ზუსტად ეგ გამოვიდა რომ ნუ აი ზუსტად დინამიკა ჩვენა რაში ვარ ეხლა სიტყვაზე, მაგრამ როცა მოდიან ხა ეს ადამიანი რო იყო მაშინ როს რეალურად სერიოზული პრობლემები ძალიან მაგარი ანალიზი დაადო მაშინ კარტმა მე ხო თან ყველაფერი მახსოვს კარგად და ზუსტად ეგ გაიარა მე იმ ადამიანმა იცი რა არის ვცდილობ ხოლმე აი როგორც წერანა შეთავაზობ რომ მაქსიმალურად დეტალურად თავშალო აბსოლუტურად არ მიდარება შრომა მაგრამ მაგრამ არის ხოლმე როცა ხდები რომ ადამიანი აბსოლუტურად მზად არ არის მოსასმენად ამ შემთხვევაში გადავდივარქავ მარტივი მსუბუქი ფრაზებით, იმიტომ რომ უბრალოდ დაძრი არ აქვს. აბსოლუტურად ვარგობნერ რომ ტრანსფორმაციის პროცესია, ეს მალე არ დასრულდება, ამისთვის უნდა იყოს გზა. მე მეკითხები აქვს ხოლმე რომ აი მე ამის დაწყებას გეგმავ მე ხლა პროცესში ვარ. უმეორებ ხოლმე რომ კი ბატონო ის პროცესში წნევავთ იყავით, არ არის პრობლემა, მაგრამ თქვენ ხართ ტრანსფორმაციის პროცესში და ეს სანაფაკოთის არ გაწევით, ეს სწრაფად არ დასრულდება. შენი ახლობელი უბრალოდ ვიცი რომ ძალიან ესეთი ღრმად კადრით ეკიდება იმას რასაც ვსაუბრობ. ამიტომ დეტალიზაცია მოკლედ ის თქმა უნდა ყოველთვის აქვს და უბრალოდ არის ადამიანზე დამოკიდებული რამდენად სიხმისეულად უნდა რომ მოიშინოს რაღაც. და ისიც გამოცდილებაც უნდა მაგას, თვით ჩაღრმავების გამოცდილებაც უნდა, იმიტომ რომ აი ხლა შენ მე რას მელაპარაკე. ეხლა მე უკვე გააზრებული ბევრს ვფიქრობ ჩემ ცხოვრებაზე, შიგნით რა მაწუხებს, რა პროცესები მაქვს, აგერ 1000 რაღაცას ვიყენებ ხო თან? და შენ უკვე ამ ყველაფერს რო ლაპარაკობ, მე უკვე მაგიტომ მინდოდა ჩამი ზუსტად ხო, რომ აი იქ რასაც ვფიქრობდი, იქ იყო ეს თუ არა სიტყვაზე. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ უფიქრიათ, ანუ არიან აი თვალები მარტო გარეთ რო არიან მემართულები და არასდროს შეგნით არ ჩაუხედავთ. და ზოგმა მართლა არ იცის, იცი? ანუ აი არ იციან საკუთარ თავზე არაფერი. აი მე შეიძლება უბრალოდ ფაქტური დასაწყისი იყოს ამ შემთხვევაში, ესეთი ფსიქოანალიტიკური კუთხით განახებული საკუთარი თავი მართვის და როგორც შენ აღნიშნეთ, ნუ ალბათ არის ხოლმე რომ რაღაცას უარყოფა აქვს, რომ არა მე ესე არ ვარ. ესეთი შემთხვევებიც არის, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც თუ კი ადამიანი ანალიზში წავა და რაღაც თავიდან ხოსმონდამას თუნდაც ძალიან მცირე დონეზე მიხვდება რომ რაც უთხრეს ნამდვილად რეზონირებდა და უბრალოდ იმ წუთად არ იყო მზად ამის დასამახად.
ყველას მოგვწვია, ანუ ეს არ არის კრიტიკის საგანი, რომ ეს როგორ დაემართა, იმიტომ რომ ოდესღაც წლების წინ ეს ესე ვიყავი და ალბათ სხვაიც ესე იყვნენ, რომ არ ქონდა საკუთარი თავის აღქმა, არ ვიცნობდით ჩვენს დემონებს, არ ვიცოდით ეს სამყარო რაც ველაპარაკებოდა და მე რაღაცა თქვა თავის დროზე ასტროლოგიის და ტაროს სწავლა, მაგრამ დავიწყე რომ კითხვა რატომ? მე ამ მქონია, აი მას შევცვიდი ხელახლა დავაბრუნებდი არასდროს არ მქონია ეს მომენტი, მე ერთი მარტივი კითხვა მქონდა, რომ ეს მოვლენები ჩემს ცხოვრებაში რატომ ხდება? და ლოგიკურად ხდება ყველაფერი, ხო, უბრალოდ შემდა შეძლო ამისთვის თავის დასწავება, რაც არ არის მარტივი ნამდვილად. შენი თქმის არ იყოს შემაჭირდება და ამას ახლა ფსიქოლოგიით მოახერხებო, ასტროლოგიით თუ ტაროლოგიით არჩევანი ახლა კონკრეტულად ადამიანს. ყველაფრით ერთად. თავია გინდოდეს და დაიწყოს რაღაციდან და. და იცი რა მაინტერესებს მარი? პოლიტიკურ თემებზე თუ გაგიშლია როდესვე? მე ძალიან იშვიათად. ყველაფერი შეფერას და ადრე რაოდენიმე წლის წინ იყო ფერბურთზე საქართველოს მოიგებდა თვალ ამაზე უცხოურად გაშლა და უცხარი ვერამეთი ძალიან გამეგუსხენ, მაგრამ მე ნუ რაშიდეგის დადგა ვნახეთ და ხომ მართალი ავი როგორც ყოველთვის ეგეთი გამოგივიდა. ანუ გამოგივიდა ეს გლობალურ თემაზე. ძალიან მაინტერესებს ესე მე მინდა გთხოვო ამიცია სიმართლე რომ რა ინდა გთხოვე რომ ცადოთ ვერე ძალიან უნდა გთხოვო მაინტერესებს მართლა ალბათ ცოტა ესე კულისებიდან გთხოვ მაგას ვარა მაინტერესებს კონკრეტულ ფიგურებზე თუ გამოვა ვთქვათ გაშლა საითმიდან მე გამიშლია და მაგიტომ მაინტერესებს ხე რაცოდნა მაქვს მე ისეთი მაგრამ გამიშლია და ყოველ შემთხვევაში იმას მივხვდი რომ ფული სიმდიდრეც ყველაფერი ექნებოდათ და არაფერი საფრთხე არ ემუქრებოდა და მართლა ეგრე მოხდა. ცოტ ტიპებს გაუშალეოთ, კარგებს არა. სავარაუდოდ გამოვა, იმიტომ რომ მე არასდროს ვიყურებ ამ პერიოდია, რაშიც კი ოდნავ სასიცოცხლო ენერგია გადის ყველაფრის იმპულსი. ესე რომ ხო და ძალიან მაინტერესებს რა. ხო, ძალიან მაინტერესებს. ეხლა არ მინდა რომ ძალიან დაგღალო. რამე ხარ აქ ისეთი კიდე გასაზიარებელი შეიძლება გინდა, იმიტომ რომ მინდა გთხოვო რომ მოგიწვიო ხოლმე და ბევრი რაღაც სხვა თემებზეც ვილაპარაკოთ ხოლმე ტაროს ფარგლებში მაგალითად ან ტარო და ფსიქოლოგიის ფარგლებში ახლა მინდა და უბრალოდ რაღაცნაირად ჯერ პირველი რაღაცა ზოგადი ინფორმაცია გოითქვა ესე რომ თქვა მე ძალიან მინდა შენთან ერთად დავტესტო ესე რომ თქვა გავაკეთოთ ისეთ საჯარო ესეთი ლაივი სადაც ხალხიც იქნება თქვა Google Meet-ით იქნება ჩართვა და შეგვიძლია ესეთი ფორმატით ლექცია გავაკეთოთ ხა შენც რო ესე ხალხის კითხვებს რო უპასუხო მაგალითად ვისაც იქნება და ველოდები ძალიან შენ სკოლას და ვისაც ექნება ინტერესი, ანუ მე გავაზიარებ, რა თქმა უნდა, აუცილებლად შენი სკოლის ანონს და ჩემს მაყურებელსაც მივაწოდე ესე რომ თქვათ ინფორმაციას, ვისაც ექნება სურვილი და რა ვიცი რა, ეხლა აი ტაროსთან მე მაგალითად, აი ძალიან შეყვარებული ვარ ტაროზე. მართლა, აი ძალიან აი სად ვიყავი თქო აქამდე ხარ მე 10 წლის წინ იყო პირველად რო დასტავიყიდე და ნენელა ვეჩოდით მე რუნებიც ვიყიდე მაგასაც ვშლიდი მაინტერესებს ეგეთი რაღაცეები ზოგადად ურანელი ვარ და ურანს მომავალი ინტერესებს ზოგადად და ესეთი უცნაური რაღაცეები მაგრამ რო აღმოვაჩინე რომ თერაპიაზე რაშიც ვერ გავდივარ ყველაზე მეტად ისე რა კითხვა მიყვარს ტაროს რო ხო რა ხდება ისეთი ჩემს მე რასაც მე ვერ ვხედავ და ჩემს ზურგს უკან არის ჩემს ქვეცნობიერში აი მან ისეთი სასწაულები ამოყარა წარმოდგენა რომ არ მქონდა და აი ესეთი რეზონანსი იყო ჩემთვის და აი კითხვა მიყვარს ყველაზე მეტად რა არის რასაც ვერ ვხედავ და ამას ახლა ჰიპნოთერაპიაზე ღრმაზე შეიძლება გახვიდე მაგრამ აი უფრო ტარო მომიტანა რა ისეთ რაღაცეები და აი მაგი რო ვიპოვე ამ კარტში აი მაგის შემდეგ უკვე ესეთი მონუსხული ვარ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა შენ თუნდაც იმაზე რომ შენ ყველაზე მეტად დამახლოვე ტაროსთან მართალი რო გითხრა იმიტომ რომ ბევრი რაღაცები ისეთი მასწავლე რაც მართლა არ ვიცოდი და აი ძალიან ველოდები კიდე მომავალში შენ სკოლას რომ უფრო მართლა ავიმაღლებ ცოდნას და
ძალიან ბევრი წარმატება მინდა გისურვო, ძალიან დიდ სიყვარულს გიგზავნე, იმიტომ რომ აი ძალიან ძვირფასი ადამიანი გახდი, ძალიან ისე სწრაფად ჩემთვის, ესე რომ ვთქვათ. და ძალიან ბევრი წარმატებები მინდა გისურვო და ჩვენებს ვინც გვისმენდა, მათაც უთხრათ მადლობა რომ გვისმენდით, მეგობრებო, აღარ ვიცი საით გავიხედო ხოლმე და რა მოხარ კიდე შეც თქვა და ეხლა რა ერთცულმა გავთიშო რომ მე ჩვენ ვიჭრავთ. მადლობა მოწვევისთვის ამ ინტერვიუსთვის და ყოველთვის დიდი სიამოვნებით მოვა ინტერვიუზე. მithumetes თუ შენ გამოწერების ინტერესით იქნება და ტარო დააინტერესებ მართლა მოუწურავია სამყარო ტაროსი და ბევრი კუთხით შეგვიძლია ადამიანებს გავაცნოთ თუ კი დააინტერესებ ტაროს სამყარო. და რა თავია ამ ტაროთი საკუთარ თავს ისე გაიცნობენ, რომ რა ვიცი. ეხლა გამოვრთავ ჩვენ ჩანაწერს, ეხლა ფაქტიურად მუშაობ ფორმატით ასტროსკოლის. რავაც ავტოირთავ ეხლა იმას და მადლობა მეგობრებო, თუ რამე კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ დამიწეროთ. მარიამის Facebook-ს ჩავაგდებ აქ YouTube-ზე, არხზე. და ვისაც გექნებათ ინტერესი მარიამს მიწეროთ და რა ვიცი ალბათ ძალიან დიდი საინტერესო მოგზაურობა გელით მარიამთან კონსულტაციას თუ და შეუყვეთავთ ესე რომ ვთქვათ ახლა ონლაინ მუშაობს მარიამი და ვიდეოზარით და ჩვეულებრივად აი ესეთივე დიალოგი გექნებათ მასთან და მე მგონია რომ ძალიან საინტერესო ადამიანი არის და ძალიან საინტერესო სამყარო აქვს. ეხლა გამორთავ გემშვიდობებით, მარი კოცნი ძაამფებს. Drivit. Mate, come on. Drivit, check what you know there.